ვიეტნამმა და ევროკავშირმა ურთიერთობები ყოვლის მომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის დონემდე აიყვანეს. დოკუმენტი ჰანოიში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას ვიზიტისას გაფორმდა. ორმხრივი ურთიერთობების უმაღლეს დიპლომატიურ დონემდე გადაყვანა ვიეტნამისთვის ევროკავშირს იმავე დონეზე აყენებს, როგორზეც ქვეყნისთვის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი დგას. ეს ყველაფერი კი გლობალურ ვაჭრობაში არაპროგნოზირებად პერიოდში ხდება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აგრესიულ სატარიფო პოლიტიკას უკავშირდება. ბრიუსელში თვლიან, რომ ახლებური მიდგომები ხელს შეუწყობს სავაჭრო ქსელების დივერსიფიკაციასა და სანდო და პროგნოზირებად პარტნიორობას. The European Union is committed. ახლა, როდესაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არაერთ საფრთხეს განიცდის სხვადასხვა მხრიდან, გვჭირდება სანდო და პროგნოზირებად პარტნიორებთან გვერდით მხარდახარ დგომა. ეს კი თავის მხრივ ეხება საერთო კეთილდღეობის გამომუშავებას, ასევე საერთაშორისო წესების სანდოობას. We reach a significant new milestone. ბრიუსელსა და ჰანოის შორის ვაჭრობამ 2025 წლის 11 თვის მონაცემებით 56 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტია. ევროკავშირი ვიეტნამის რიგით მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ვიეტნამი კი ევროკავშირისთვის ყველაზე მსხვილი პარტნიორია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მხარეები თვლიან, რომ ახალი შეთანხმება ორმხრივი ვაჭრობის შესაძლებლობებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის და როგორც ანტონიო კოშტა აღნიშნავს, საერთო კეთილდღეობას შექმნის.